გამოგიჭირეთ ესე იგი საქართველოში რომ ჩამოდიოდი ვიცოდი. არც მე არ ვიცი როგორ მოხდა. იმზე რომ დავდექი, აი მან ცოტა ამიკანკარდა ფეხები. ის ბავშვი ვინარიო? კი, ზუსტად ეგ გამოხედვა ჰქონდა და არ ვიცი რა ფორმატია. ჯერ ჯგუფიდან გასვლა არის მინიმუმი. ბავშვში ამ სეზონის დასრულების მერე გადავა და ცოტა წავიყვადი ირაკლი ავცია. ვისაც კონკურენცია არ ეყოლება, უკვე იცის, რომ 100%-ით მოხვედრილია. დათუნა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვესტუმრეთ ჩვენ ლაგაზეტა დელო სპორტ ჯორჯიას ოფისს და დავთანხმდი, რომ ინტერვიუ გაგვეკეთებინა და შევთავაზოთ რაღაც ახალი ამბები და ძველი ამბებიც შენს გულშემატკივარს, აგერ უკვე 2025-ში. დიდი მადლობა. პირიქით მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა. გამოგიჭირეთ ესე იგი საქართველოში რომ ჩამოდიოდი ვიცოდით და დიდი ხანი იყო რაც გეგმავდით ამ ინტერვიუს, იმიტომ რომ რეალურად არ ათამამებ შენ გულშემატკივარს ბევრი ინტერვიუებით. არც სოციალურ მედიაში არ ხარ ისეთი აქტიური როგორც სხვა სპორტსმენები და შესაბამისად ჩავთვალეთ საჭიროდ რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა შენთან ამ ინტერვიუს გაკეთება. სანამ გადავალთ ძირითად კითხვებზე, ხო, პირველი მინდა დავიწყო ესე რომ ანუ ახალი წელი დაიწყე ორი რაღაც არაამქვეყნიური ლელოთი. 2025-ში, ხო? ბორდოსთან და ჩიტასთან. ანუ არ დაგილევია ახალ წელს. სხვათა შორის დავლიეთ, ქართველები შევიკრიბეთ, ვინც ვართ იქ. კარგი საღამო გავატარეთ. თამაშის კვირა იყო მერე და იმდენი არ დავლიეთ, რომ მომკვდარიყავით და მერე უკვე თამაში იყო, თამაში ვითამაშეთ. თუ არ ვცდები, წავაგეთ ეგ თამაში და მერე უკვე 2025 წელი კარგად დაიწყო ჩემთვის, იმიტომ რომ ამ სეზონში ბევრი ლელო არ მაქვს და ესე ვფიქრობ, რომ როცა ლელო არ მაქვს და კარგად ანუ ვერ ვთამაშობ, ჩემი თამაში არ დგება და კარგი თამაში არ გამოდის რა. როცა როცავდები ყოველთვის შეცდომები არის, მაგრამ შეცდომები გამოსწორებადია და შეცდომებზე არ ვფიქრობ ძირითადად და ვფიქრობ, რომ უფრო წინ და წინ წავიდე რა. აი მაგ მომენტში ეგეთ გადაწყვეტილებას რო იღებ და ესე აი სწრაფად ელვასავით რო გარბიხარ, აი შენ ტვინში რა ხდება? არაფერი რა, სულ მაგას ვიძახი, რომ ინსტინქტებით ვთამაშობ, რასაც ვხედავ, ისევ ვთამაშობ, წინ სურათის მიხედვით და ეგრე ვიღებ გადაწყვეტილებებს რა. და სხვა არაფერი რა. მე-4 წელია რაც დაიწყო, რაც საფრანგეთში ხარ ლიონში და ხვამლიდან გადახვედი შენ პირდაპირ ლიონში ისე რომ დიდათში არც გითამაშია, ხო? არა, მეორე ლიგა მაქვს ნათამაშები და პირველი ლიგა. პირდაპირ მოხდი, ანუ ლიონში ტოპ 4-ში. პირველი ლიგა რო ვითამაშეთ, ბოლო თამაში იყო და დიდათში ვერ ავედი და ძალიან გული დამწყდა, იმიტომ რომ მინდოდა ისე წავსულიყავი აქედან, რომ ხვამლი დიდათში ასულიყო, იმიტომ რომ მანდ გავიზარდე და ძალიან გული დამწყდა, მაგრამ მეორე წელს ბიჭებმა იმდენი იშრომეს და იმდენი გააკეთეს, რომ მაინც ავიდნენ და დღეს დიდათში თამაშობენ და ძალიან კარგად ასპარეზობენ სხვათა შორის. თვითონ ხვამლიდან, ანუ მაგ დროს აბრამიშვილი, პეტრიაშვილი ასევე საფრანგეთში მოხვდნენ, შენი ტრანსფერი თვითონ ლიონში. რა ხდება ამ ხვამლში, რა საიდუმლოა ეგეთ? ჰაერი არის რამე სხვა? არაფერი, ალბათ მცნელის მიდგომა დავიცხვედიანის, რომელიც ბავშვობიდან გვეუბნებოდა, რომ ნიჭი არაფერი არ არის და შრომა არის ყველაფერი და ვინც ხვამში დღეს თამაშობს, ყველამ ძალიან ბევრი იშრომა იმისთვის, სადაც დღეს არიან, რომ მისულიყვნენ იქამდე რა. ვიღაცებს გაუმართლათ და საფრანგეთში მოხვდით, ჩემი ჩათვლით. ვიღაცები საქართველოში დარჩნენ და დიდათში ასპარეზობენ და რამოდენიმე ბიჭი შალომსაც ხანდახან უერთდება ხოლმე რა. როცა ფორმაში არიან. ანუ ხვამლის ძირითადი საიდუმლო მწვრთნელში არის. მე ეგრე ვფიქრობ, იმიტომ რომ დავიცხვედიანს ისეთი მიდგომა აქვს, რომ ვფიქრობ, რომ ეგ არის რა. ცებ საფრანგეთში მოხვედი, რომ 18 წლის იყავი, ხო? ესეთ დიდ ჩემპიონატში, ანუ არ იყო რაღაც ნერვიულობა თავიდან თუ უკვე იმდენად თავში დაჯერებული იყავი, რომ არასდროს არ ყოფილა ეგეთი. უბრალოდ როცა წავედი 18 წლის ასაკში ოჯახს წყდები, მიდიხარ სრულიად უცხო ქვეყანაში, როგორც სპორტულად და კარიერულად, ისე ცხოვრებისეულად სხვა ნაბიჯს დგავ რა უკვე.
და იქ გამიმართლა, იმიტომ რომ ბექა საღინაძეც მაგ წელს ჩამოვიდა ჩემთან ერთად და დღეს ხვდები რამ ხელაწური შეიტანა ბექა საღინაძემ ჩემ განვითარებაში რა. როგორც ცხოვრებისეულად, ისე სპორტულად, იმიტომ რომ სულ მეხმარებოდა ყველაფერს ფრანგული არ მესმოდა, ინგლისური ვიცოდი, მაგრამ ვერ ვლაპარაკობდი, იმიტომ რომ პრაქტიკა არ მქონდა არასდროს. და ბექა საღინაძემ ფრანგული იცოდა და ყოველთვის მითარგმნიდა ყველაფერს, გვერდში მედგა და მე უკვე ფრანგულის გაკვეთილები დავიწყე, ეგ ბიჭებთან გავერიე და უკვე ანუ მე და ბექა ისე ვიყავით, რომ გაყოფილები ვიყავით რა, ხაზი შერკინება. და უფრო ავითვისე ფრანგული რა, მე მაგას ვაბრალებ, რომ ფრანგული ავითვისე, იმიტომ რომ ძირითადად სულ ფრანგებთან მიწევდა საუბარი და ინგლისურიც ავტომატურად, იმიტომ რომ საფრანგეთში არიან რამოდენიმე ჩვენ გუნდში ხარ რამოდენიმე ზელანდიელი, ინგლისელი, აფრიკელი და იმათთან ურთიერთობა შეიძლება გჭირდება რა და მე მაინც მე ვფიქრობ, რომ ბექა საღინაძემ განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, როგორც ცხოვრებისეულად, ისე სპორტულად. შენ პოზიციაზე უნდა გითხო, ორ პოზიციას თამაშობ ახლა, მესამესაც ითავსებ, როგორც ვიცით, დავასპოილეროთ ჩვენი გულშემატკივარი ეროვნულ ნაკრებში. თან ორი განსხვავებული პოზიცია, 15 ნომერს, 11 ნომერს. მე ხა აი გითხარი კიდევაც ჩვენ ინტერვიუმდე, ყველანაირი ნიშნის მოგების გარეშე, რომ რეალურად შენ მომენტებს რო უყურებ და შენ თამაშს რო უყურებ და შენ აჩქარებას, მე ჯონალომუს მახსენებ, რომელიც აი მარცხენა ფლანგიდან რო დაიძრებოდა ხოლმე, დაახლოებით ეგრე სხვა შორის რო გადავამოწმეთ. შენ არ ვითარებ დაახლოებით 37 კმ/სთ, ჯონალომუ 38, ანუ ძალიან ცოტათი ჩამორჩევი. რომელ პოზიციაზე უფრო კომფორტულად გრძნობ თავს და აი რას ფიქრობ? პირველ რიგში მადლობა შედარებისთვის. სიმართლე რა ვთქვა, განსხვავება საერთოდ არ არის რა. ანუ არანაირი რაღაცა ეხთ 11-15 ესე პოზიციები რო აიღო, არაფერი განსხვავება. 15 უბრალოდ რო ავიღოთ ფარავს თლიანა უკანა ხაზს და დაცვაში არც თუ ისე ხშირად ამოდის, 11 ფარავს ნახევარს, მაგრამ ამოდის დაცვაში. ორივეზე კომფორტულად გრძნობ თავს, 11 სხვა პლუსები აქვს, 15 სხვა პლუსები აქვს. 15-ზე რო დგახარ, უფრო მეტი ბურთი გაქვს, უფრო მეტი კონტრშეტევის საშუალება გაქვს, კონტრშეტევა ფიქრობ, რომ ძალიან მიყვარს და ანუ ჩემ თამაშს მივაწერ მაგას, ანუ ჩემთვის ძალიან კომფორტული არის კონტრშეტევის თამაში. და 11 ნომერს სხვა პლუსები აქვს, ბოჭები მიყვარს, ბურთში ჩასვლა მიყვარს და მაგ პლუსებს ანუ ისე არის, რომ 11-ზე რო დგახარ, უფრო მეტი ბოჭვა გიწევს და 15-ზე რო დგახარ, უფრო მეტი ჰაერში თამაში გიწევს, ბურთის კონტრშეტევაზე წამოღება გიწევს. გაჭრილზე try-saver-ი ბოჭვა გიწევს და სხვა არაფერი განსხვავება არ არის გარდა ნომრებისა და თამაშიც დიდი განსხვავება არ არის. 10-იანზე რას ფიქრობ? აი მაგას ვნახავთ, არ ვიცი, არასდროს არ მაქვს გამოცდილი და ხო ნერვიულობ? არა, ნერვიულობა ჩემგანს შორსაა რა. ძალიან კარგი. შენ თუ არ ნერვიულობ, ჩვენც არ ნერვიულობთ, მაშინ შენი სიმშვიდე, ჩვენი სიმშვიდე არის. ლიონში რო გადახვედი, მეორე წელს უკვე ტიტული დაახლოებით პირველ წელსვე ბოდიში და დაახლოებით 90 წლიანი პაუზა ქონდა, ხო ლიონს? ლიონს არასდროს არ ქონდა მოგებული არაფერი რა, პროდეორის გარდა. ხო. და ჩელენჯ კაპი მოვიგეთ პირველად. პირველად მოვიგეთ. და აი როგორი ის იყო, რომ ამ ხელაწყვილი შეიტანე, უცებ ესეთი ისტორიის ესეთი ცვლილება. თავიდან დაუჯერებელი იყო, აი თამაში და რო გამოვედით და ეს მედლები დაგვირიგეს და თანტვინი შერყევა მქონდა, ცოტა გაბრუებული ვიყავი, მაგ თამაშზე მივიღე და რო გამოვედით თავიდან დაუჯერებელი იყო, ანუ ვერ აღვიქვამდი, რომ რაღაც ისეთი მოვიგეთ, მაგრამ მე უკვე მეორე, მესამე დღეს დალევა რო წავიდა. ბიჭებიც უკვე თასიც რო წამოვიღეთ, აი ეგ უკვე ძალიან კიდე განვიცდი ხშირად მაგ ცნობას რა. რაც შეიძლება ხშირად თუ არის მაგის საშუალება და იმედია რომ განვიცდი რა. ძალიან მინდა რომ პირველ რიგში, იმიტომ ფრანგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შიდა ჩემპიონატი. ძალიან მინდა ტოპ 14-ის მოგება. და მე უკვე რა თქმა უნდა ტოპ 14-ის გარეთ
Challenge Cup-ია, ის არის Heineken-ია, დღეს Heineken-ი აღარ ქვია, ჩემპიონთა თასი ქვია. და ძალიან დიდი სიამოვნებით კიდე განვიცედი მაგ ძნობას. 20-22-ში შენ ბარბაროსებში გამოგიძახეს, რომელიც გულშემატკივრისთვის, ვინც ვთქვათ, რაგბიში ისეთი გარკვეული არის, დაახლოებით არის, რომ All-Star Game-ი ფეხბურთში რო კეთდება, ანუ რაც ნიშნავს, რომ სოფლიოს საუკეთესოებში გიწევს თამაში. აი, როგორ მოხდა ეგან, რამე დეტალებს ხო ვერ გაიხსენებდი მე თვითონ მაგ თამაშში? არც მე არ ვიცი როგორ მოხდა. ალბათ იმიტომ მოხდა ეგ ყველაფერი, რომ იყო ფრანგული სტაფი. Fabien Galtier დღეს საფრანგეთის მცველი ვინც არის, კარიმ გეზალი და კიდე თლიანი საფრანგეთის სტაფი იყო და ისე გააკეთეს, რომ თვითონ ძალიან ბევრ ფრანგს დაუძახეს და ისე გააკეთეს, რომ ეს ფრანგებს ვისაც დაუძახეს, მერე მიყავდათ ტურნეზე. იაპონიის ტურნე ჰქონდათ. და მოხვდი მანდ, არ ვიცი საიდან როგორ, რატომ არა მოხვდი. და ვინ დაგირეკა? აგენტმა მითხრა, რომ ბარბაროსებში უნდა წახვიდეო და თავიდან ეხა მეთქი რა ბარბაროსებში რაღაც და მე უცხო ნომერმა დამირეკა და აღმოჩნდა საფრანგეთის ნაკრების მენეჯერი. და ჩვენო ბილეთს აგიღებთო მონაკოში ჩამოხვალო. აქ ვიქნებითო ცოტა ხანიო, მე წავალთო ინგლისშიო, იქ ვითამაშებთო. და მე წახვალო საქართველოსშიო. თან მაგწეს ისეთი მნიშვნელოვანი თამაში იყო საქართველოსთვის. რომ ცოტა ლევან მაისაშვილთან მაგაზე ლაპარაკი მქონდა რა. რომ აი რომ რამე რომ მოგივიდეს, რამე რომ მოხდეს. მაგრამ უთხარი ლევანს რომ მეთქი ჩემი ოცნება, ანუ ოცნება არის ყველა მოთამაშისთვის, რა ჩემთან ერთად იყო ბექა გიგაშვილიც. და გთხოვ ამ ოცნებაში ხელი არ შემიშავა თქო რა. როგორც საფრანგეთში, ისე საქართველოში და დამთავრდა საბოლოოდ და ბარბაროსები ინგლისზე თამაშეთ ინგლისში 50 ქულა მოუგეთ. მე ჩამოვედით საქართველოში და იტალიას მოუგეთ. ძალიან მაგარი წელი იყო, იმიტომ რომ Challenge თასი მოვიგეთ, ბარბაროსებში დამიძახეს, ინგლისს მოუგეთ და მე უკვე იტალიას მოუგეთ და ძალიან მაგარი წელი იყო რა. მე ვთვლი რომ დღეს ამ გადმოსახედიდან ჩემთვის საუკეთესო წელი იყო რა და შემდეგში ვნახოთ როგორ იქნება. ძალიან მაგარი. მოდი ნაკრებზეც კითხავ, ესე იგი პირველი კეპი რო გაიხსენო, პირველი გამოძახება, პირველი თამაში, ჰიმნის პირველი მოსმენა, ესე რეალურად უკვე სტადიონზე მოთამაშის რანგში, რა ემოციები, რა გრძნობები, როგორ იყო? ვიყავით ინგლისში, არ მახსოვს ზუსტად სად ვიყავით სასტუმროში და ლევანი იძახდა, რომ ეს გადაწყვეტილება ხა მე რასაც მივიღებო, ჩემი არისო, მე ვიღებ პასუხისგებლობას და სამ გუნდს გამოაცხადებდა რა. და თავიდან ხა მე არ ფიქრობ საერთოდ, რომ ვითამაშებ რამე მსგავსი რა. და ირლანდიასთან მომიწია პირველი თამაში. ირლანდია ხა ყველა ვიცით რა გუნდიც არის, როგორი გუნდიც არის. ყოველთვის მაღლა არის. არასდროს არ მინახავს ირლანდიის დაშვება. შეიძლება რაღაც მომენტში წააგონ თამაში, მაგრამ მეორე თამაშზე სხვა ირლანდია გამოდის. და უკვე სასტავი ანუ ვიდეოები არის რა, ვიდეოებით გამოაქვთ შემადგენლობა 15 კაცი და მე უკვე დაიწყო შეცვლები და შეცვლები რო დაიწყო და 22 ნომერი აღმოჩნდი მე. და ყველა მე ხარ რა თქმა უნდა მომილოცა. და ყველამ ესე თქვა შემაგულიანა რა, რომ მიდი არაფერზე არ ნერვიულოდ ის და აი ჰიმზე რო დავდექი, აი მან ცოტა ამიკანკარდა ფეხები. არა მე უკვე მაგდროს გძნობ ბიჭებს ხელი გვიჭირავს ერთმანეთზე რა და მაგდროს უკვე ერთმანეთს მაგრა თან ირლანდიას ეთამაშები ხა ბოლოს ირლანდიას ვეთამაშეთ 2007-ში 2000-ში კინინმარულელო დადო. და ხალხოს ეგლელა. ხო. და ესე გვიჭირავს ერთმანეთი და აი მაგან ძალიან დიდი ენერგია მომცა, რომ ესე ბიჭები გვერდში მედგნენ. მე ისე მოხდა, რომ პანდემიის პერიოდი იყო, გულშემატკივარი არ იყო და ის ირლანდიური რაც არის, რაც აქვს კულტურა, ვერ მივიღე ბოლომდე, მაგრამ ეხა პირველი კები რა თქმა უნდა და ეგ მომენტი
მე ძალიან კარგად მახსოვს ბურთს ვიღებ ჩვენ 5 მეტრიანში და კიან ჰილი არის იმათ ირლანდიის რაგბის ლეგენდა პირველ ხაზზე და ხელს ვკრავ. და მე ესე მიყურებს და მე მივხვდი ვისაც ვკარი ხე და ნენე უკან ჩამოვიდა. ის ბავშვი ვინ არისო? კი, ზუსტად ეგ გამოხედვა ქონდა და მე მეთქი არაფერი თავიდი არაფერიც მამა მეთქი ბოდიში. შენი ტოპ 3 მომენტია შენთვის რასაც ფიქრობ თვითონ ნაკრებიდან რო გაიხსენო ერთი სავარაუდოდ არ ვიცი სავარაუდოდ იქნება ალბათ იტალიასთან ბურთის წამოღება და თედოსთან ერთად ლელო ალბათ მარტო ნაკრებიდან რო ავიღო მარტო ნაკრებიდან რო აიღო სოფლიოს ლელო სიმბოლური იმიტომ რომ პირველი მსოფლიო იყო ჩემთვის და პირველი ლელო იყო და იტალიის ორი მომენტი იტალიის ორი მომენტი კი, იმიტომ რომ მარტო მე არ მიმუშავია მან რა, ეგ მარტო ჩემი ის არ იყო, იმიტომ რომ მან რო შევხედოთ, ეგ იყო გუნდური, იმიტომ რომ შესაძაც ხაზი იჭრება, იმდენი მოთამაშე მოდის, იმდენი არჩევანი მაქვს, რომელს მივცე, ეხლა უბრალოდ თედოს გავომართა და თედოს მივეცი. ტაბუცაც იქ იყო, ვასკაც იქ იყო. ყველა იქ იყო. მეორე მომენტშიც თედო ისეთ ადგილას, ანუ თედო მიცის, რომ თუ სადმე გაიჭრება ხაზი იქ უნდა იყოს და ყოველთვის ეგ ალღო აქვს და ყოველთვის იქ ჩდება რა. და ორივე მომენტში თედო გაჩნდა მან და დაამთავრა და მოუგეთ იტალიას. კი ბატონო. 2027-ში მსოფლიოს ჩემპიონატი. გვემზადებით არის ახალი ფორმატი, რომელიც არის ჩვენთვის, ასე ვთქვათ, უფრო ხელსაყრელი. ჯერ თვითონ გულშემატკივარს ამ ახალ ფორმატთან დაკავშირებით. რო უთხრა. ხალხს არ ვიცი რა ფორმატია. რაღაც 24 გუნდი გადისო თუ რაღაცა რო. ხო, არ ვიცი. მაგრამ კი ბატონო, მაშინ ფორმატებს არ ვაქცევ მათამაშს. ეგ არ არის პრობლემა. რატო იცი რომ თვითონ რაგბი ფასთან გაქვს შენ ნათქვამი ესეთი რაღაცა რომ მოკლედო მე-4 ფინალშიო 100% ვიქნებითო რა. მე დღეს რა გუნდის ვარ? ჯერა რომ შეგვიძლია ძალიან მაგარი რაგბი ვითამაშოთ. იმიტომ რომ გუნდურობა გვაქვს პირველ რიგში ძალიან მაგარი. რაც მნიშვნელოვანია, მოედნის გარეთ ურთიერთობა გვაქვს, აი რავი, არ ვიცი რა, როგორ ახსნა სიტყვასაც ვერ პოულობ, როგორი ურთიერთობა ქვია მაგას რა. და მე ანუ გუნდი როგორც უნდა იყოს დაკომპლექტებული, სისწრაფე, ძალა, აი ეგეთი მოთამაშეები ყავს რა. ეხლა ტაბუცაძე რო ავიღოთ, ჩემი აზრით მსოფლიოში ვერავინ ვერ გაასწრებს მაგას რა. აი ვერავინ ვერ გაასწრებს. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ის, რომ გამოვიყენოთ ტაბუცაძე და სადაც სივრცე ექნება, უბრალოდ მიეცით პასი და ყველა მიცის რაც ქნა, გინ ტონგასთან და გინ ავსტრალიასთან. ვიცით რომ მესამე ხაზში კაცჭამიები ყავს, აზრი არა აქვს. ბექა საღინაძე, ბექა გორგაძე, ჯალაღონია, აი ისეთი მესამე ხაზი ყავს, ორი ძალიან ჯანზე ტიპი არის, საღინაძე და გორგაძე, ივანიშვილიც, აი ძალიან მაგარი და ყავს ისეთები, ვისაც ხელით თამაში შეუძლია, ფინტი შეუძლია, შერკინების მოთამაშეს პირველ ხაზს ვაფშე აღარ ვეხები, ისეთი პირველი ხაზია, რომ ანუ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს რა. და ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, რომ აი თუ ჩვენ საკუთარ თავს შევეჯიბრებით, შეგვიძლია, რომ ყველაფერი მაგრად გავაკეთოთ. და ჩვენ საკუთარ თავს გადავახტებით პირველ რიგში რა. იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ვიღაცებს არ ჯერათ ამ ყველაფრის, მაგრამ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყო და ჩვენი თავში უნდა დავიჯეროთ ეს ყველაფერი, რომ შეგვიძლია. იმიტომ რომ შეუძლებელი არაფერი არ არის. ამით უმეტეს რაგბი ისეთი სპორტია, რომ ყველამ ვიცით, ეხა უესთან არავის არ ეგონა და არავინ არ ფიქრობდა იმას, რომ უესში ჩავიდოდით და უეს დავამარცხებით. არც არავინ არ ფიქრობდა იმას, რომ იაპონიაში ჩავიდოდით და იაპონიას დავამარცხებით. არავინ არ ფიქრობდა მაგას. და არც არავინ არ ფიქრობდა იმაზე, რომ ავსტრალიასთან 20 ქულა გქონდა ჩამორჩენა და 3 ქულაში შევიდოდით. უბრალოდ რაღაცეებმა მანდ გადაგძალა, რაღაცები ვერ გავაკეთეთ, იქ ჩემი ჩათვლით ყვითელი ბარათი ავიღე და ესე რა, რაღაც შეცდომებს უშვებთ. არა ეგ შეცდომებს ეხლა გამოვასწორეთ, მაგრამ არ ამგონია შვეიცარიასთან და ჰოლანდიასთან ეგ შეცდომები ეხლა გამოვასწოროთ, იმიტომ რომ არ გვაქვს მაგ ხელაწნეხი რა.
მაგრამ ზაფხულის ტესტებზე ისეთი ტესტებია, რომ ეგ ყველაფერი აი ძალიან დაგვეხმარება მაგაში. და ნოემბრის ტესტებზეც იმედია კაი ტესტები იქნება. და ანუ პროგრამა მინიმუმად ვიღებთ, რომ 8 საუკეთესოში უნდა მოხვდეთ. ჯერ ჯგუფიდან გასვლა არის მინიმუმი. ხო. და მე უკვე დავიწყებთ მაგაზე ფიქრს, რომ მე მართლა უნდა გადავახდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს, რომ როგორმე გავაკეთოთ, იმიტომ რომ რიჩარდსაც სუსტად ეგ მიზანი აქვს, რომ საქართველოს შეუძლია, რომ მერვე ფინალში გავიდე, ჯგუფიდან გავიდე, ჯგუფური ეტაპის გადაახვა შეუძლია და მაგას გვცნობ რა. და თუ აკატაბუცაზე შევეხეთ და მაშინ აქვე კითხავ, აკატაბუცაზე გახდა საუკეთესო მელელოვე, ან ყველაზე შედეგიანი ლელოების კუთხით და მამუკა გორგოზესაც გადაასწრო. აი კიდე 1-2 სიტყვით რომ დაახასიათო ტაბუცაძე. ტაბუცაძეს მისი შესაძლებლობები. კი. ძალიან ჩქარია. ძალიან ჩქარია, ძალიან ფეთქებადია, ძალიან ჯანზია, რა. ეგეთი ჯერ ბავშვობიდან რო ვიცი ხა რა ბექას აღინაძის ძმაკაცი არის ბავშვობიდან და რო ვიცი თურმე აკეთებდა აი ძალიან ბევრს ვარჯიშობდა. ტურნიკი, აჯიმანიები, პრესები და აი დღეს ალბათ ნაკრებში საუკეთესო ტანზე არის რა. ფეთქებადობა ის ყველაფერი ძალიან მაგარია. და ეხლა რა თქმა უნდა გუნდიც ნაკრებიც ვიყენებთ ტაბუცაძეს რა. როცა ეგეთი ფრთა ყავს აუცილებლად უნდა გამოიყენო იმის შესაძლებლობები რა. იმიტომ რომ ყველა ვიცით როგორი ლელოები აქვს ტაბუცას დადებული. უბრალოდ ავსტრალიასთან. კი, ავსტრალიასთან, ტონგასთან ვიცით, სივრცეში მივცეთ ბურთი, გაიქცევა, ყველამ ვიცით რომ ფეხს გადაიკიდებს, იმიტომ რომ აი ფეხს რო გადაიკიდებს, კაციშვილი ვერ დაეწევა, გარბის და დებს ლელოებს ახლა და ანუ ვიყენებთ რა ჩვენს ეგრევე გავჭრით ხას, ტაბუცასადა, ვიცით რომ იქაა, პას ვაძლევთ და გარბის. ვერავინ ვეღარ დაეწევა და დღეს ვფიქრობ, რომ ყველაზე სწრაფი არის მთელ მსოფლიოში. და მაგაზე სწრაფი, რავი, არ ამგონია ვინმე იყოს. იმიტომ რომ მე თუ 37-ს ვაწერინებ, ტაბუცა აწერინებს 39-მდე. საქართველოს სულ ყავდა აი სულ ცნობილი იყო, აი შერკინება და საქართველოს შერკინება და ნუ ძველი პერიოდიდან, როდესაც ჩვენ უკვე რაღაც საერთაშორისო არენაზე გავედით, ხო რაგბის. თუმცა დღეს უკვე აი უკანა ხაზი საკმაოდ ისე არის წარმოდგენილი, ხო? ხაინდრავა, ხორბალაძე და უკვე პოზიციონირდებით როგორც ძალიან ისეთი განვითარებული უკანა ხაზის მქონე ნაკრები. თვითონ რას ფიქრობ, შენი ეფექტიც? არა, მაგას არ ვფიქრობ მე ჩემი ეფექტი, იმიტომ რომ ჩემამდე ძალიან ბევრი მოთამაშე წავიდა, ვასკალო ბჟაინძე, გელა აფრასიძე, კიდე მიშიკო ალანია წავიდა. ანუ ბიჭები ძალიან ბევრი წავიდნენ ჩემამდე რა, ხაზის მოთამაშეები. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა მეც რომ დავიწყე გუნდიძემ რაღაც არარეალური მეგონა რომ წავიდოდი რა. მაგრამ გამიმართლა წავედი. მე უკვე რა თქმა უნდა, ანუ ესე არის რა, ყველა ვინც მიდის საფრანგეთში ვიღაცას რაღაცას ანუ შთაბეჭდილებას უქმნის რა. შთაბეჭდილებას შეუქმენით. მე წამოვიდა ლუკა ხორბალაძე, ხაინდრავა, ეხა ხაინდრავს რო შევეხები, ყველამ ვიცით როგორ ითამაშა 20-ები. და ანახა ყველას რა, ეგ მაგბიც ანუ ის არ ჭირდება რა, რომ გაუყავდა რაღაც, იმიტომ რომ ძალიან მაგრა ითამაშა და შეუძლია რომ ძალიან დიდი რაგბი ითამაშოს მაგბიც რა. კვესელაძე წამოვიდა გრენოვში, მანამდე გლოსტერში იყო და თამაშობდა სულ. და ანუ ეგ ეხა ბარბაქაძემაც ლიონში მოაწერა დათო ბარბაქაძე, რომელიც 20 წლებში იქნება ამ წელს. და ანუ ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ პოზიციებზე უკვე ყველა პოზიციაზე ნაკრებში იწყება კონკურენცია. და ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, როცა იმიტომ რომ ცნელი როცა ხარ და ამდენი არჩევანი გაქვს, ძალიან მაგარი არის, იმიტომ რომ კონკურენციაში იზრდება მოთამაშე, ეხა ცნელი ზოგჯერ ისეთ რაღაცას აკეთებს, რომ ვიღაცას არ ეძახის, რომ გააბრაზოს. ნაკრებში არ ეძახის რაღაც თამაშებზე, რომ გააბრაზოს, რომ იმან უფრო მოინდომოს. მე რომ მოინდომებს, იმას შემოუშვებს ისეთ მოთამაშეს გაუშვებს, ვინც მანამდე ყავდა, რომ მე ის გააბრაზოს და ეგრე ამ კონკურენციაში ზრდის მოთამაშეებს და ძალიან მაგარი და ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ცენტრებზე ძალიან დიდი კონკურენცია. უკანა ხაზში ცოტა მოვიკოჭებთ, მაგრამ იმედია რომ გამოჩნდება ვიღაცა. და დანარჩენი ეხა 10 ნომერზეც ცოტა გვიჭირს რა. მაგრამ იმედია გამოჩნდება კონკურენცია და
მაგაში გავიზრდები და 2027-მდე ძალიან მინდა რომ კონკურენცია გამოსდეს, იმიტომ რომ კონკურენციაში უფრო სხვანაირად შევალთ მე და ძალიან მაგარი იქნება ეგ. უკვე 2027-ის შესარჩევი რო იქნება, ვინ წავიდეს და ვინ არა, აი მანდ რო ძალიან დიდი კონკურენცია იყოს და ძალიან ყველა მოვინდომოთ რა. იმიტომ რომ ეხა ვისაც კონკურენცია არ ეყოლება, უკვე იცის რომ 100%-ით მოხვედრილია და არავინ აღარ არის მაგის გარდა რა და ეგ არ შეიძლება რა. ადუნებს. ხო, ადუნებს მოთამაშეს და შეიძლება ძალიან შრომის მოყარე იყოს მოთამაშე, მაგრამ მაინც ფსიქოლოგიურად ქვეცნობიერში გადუნებს ეგ ყველაფერი რა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ ეგ იყოს და აი სამხრეთ აფრიკა რო ავიღოთ რა. მოთამაშეები ყავთ 300 და 400 ერთ პოზიციაზე. ხო, ერთ პოზიციაზე. აი პირველ ნომერზე, ორ ნომერზე, სამ ნომერზე. და ეს ანუ ჩანაცვლებები ხდება რა, ვიღაცა შეიძლება იყოს ფორმაში, ვიღაცა შეიძლება არ იყოს და აი ესე ანაცვლებენ ერთმანეთს და აი ძალიან ბევრი მოთამაშეს აქვს ნათამაშები უკვე. ჩვენთან მაგალითად ეხა გიორგი მამაიაშვილი რო ავიღოთ, ეხა ანუ უახლოეს წარსულში ქონდა დებიუტი და მე-300-ე ბორჯღალოსანი იყო, ანუ 300 ბორჯღალოსანზე მეტი არ ყოფილა რა. და იქ რო აიღო ეხა შოტლანდიის იმაშიც რა ქვია, სტადიონზე რო შედიხარ, საერთოდ სხვანაირადაა რა, ესე ჩამოწერილია და ვერ იპოვი. ადიან 500, 600, 700 და ანუ ძალიან ბევრი არის რა და ეგ თუ იქნება და ეგრე განვითარდებით ძალიან მაგარი იქნება ჩვენთვის. იმედი მაქვს. ფრანგული პრესა ძალიან ბევრს წერს ლაპარაკობს, მithkom-მოთქმა არის შენს ტრანსფერთან დაკავშირებით და ლაროშელი მოიაზრება, ასე ვთქვათ, პრეტენდენტად, ხო, რომელიც ვიხილავთ დათუნა ნინიაშვილს. კი. ლაროშელში ამ სეზონის დასრულების მერე უკვე გადავა 4 წელი ვიქნები. შეთანხმებულია უკვე? კი, შეთანხმებულია. დიდი ხანია შეთანხმებულია, მაგრამ მაინც წერენ რომ შეიძლება გადავიდე, შეიძლება არა. და ლაროშეს შეუერთები ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ლაროშეს რომ მოიგოს როგორც top 14, ისევე ევროპული თასი და ანუ ალბათ ფიქრობ რომ ერთადერთი გუნდია ალბათ ეხა ბორდოც ძალიან მაგარი გუნდია. შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ეგეთ გუნდებს. ტულუზა ეხა ყველა მიცის. ანუ ტულუზას წარდგენა არ ჭირდება, ტულუზა სიტყვი და ყველა მიცის. შეუძლია ეგეთ გუნდებს კონკურენცია გაუწიოს რა, ნახევარფინალში, ფინალში, მეოთხედ ფინალში და რავი იმედია გამოვადგები მაგ გუნდს. ანუ ეს შენთვის რაღაც ახალი ფურცელი, ახალი გამოწვევა. ახალი ფურცელი, ახალი გამოწვევა, დაგეთანხმები. და ვნახოთ როგორ ჩაივლის ეს ახალი ფურცელი და ახალი გამოწვევა. ლიონი როგორ შეხვდა ამ ამბებს? ლიონი ვერ შეხვდა კარგად. ტრენერებიც, პრეზიდენტებიც ისიც ესეც, მაგრამ მე უბრემიან დღეს რომ იმიტომ მიდიხარ რომ უკან დაბრუნდეო. იმიტომ მიდიხარ რომ დაბრუნდეო და რა ვნახოთ. ვნახოთ ხო? თუმცა სანამწახვალ ესე იგი ეს სეზონი არის და ამ სეზონში რა გეგმები გვაქვს ლიონთან ერთად? მე მინდა რომ რაღაც მოვიგო, იმიტომ რომ ანუ რაც არ უნდა მოვაწერო სხვა გუნდში ეს მიყვარს რა. ლიონი მართლა მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი პირველი გუნდია. ყოველთვის ფრანგულ პრესაშიც ვთქვი რომ ჩემ გუნდში ყოველთვის ლიონი იქნება. და მართლაც ესე არის, იმიტომ რომ მართლა მიყვარს, ჩემი პირველი გუნდია და მაგ გუნდმა მომცა ყველაფერი რა. და არასდროს არ დაუკარგავ მაგ ყველაფერს, რაც მაგ გუნდმა მომცა. მაქსიმუმს გავაკეთებ მე პირადად ინდივიდუალურად მოთამაშე რომ მოვიგოთ, ნებისმიერი რამე იქნება, აი top 14 თუ მოვიგეთ, იქნება სასწაული. Change Cup-ზე ხა გავდივართ პლეი-ოფებში და მაქსიმალურს გავაკეთებ მე პირადად გუნდშიც რო ვთქვი, ანუ რა მიზანი გაქვს რომ მკითხე, ზუსტად იგივე უპასუხე, რომ ჩემი მიზანია რომ სანამ წავალ თქვენთან ვინც ხართ აქ, რამე მოვიგო. ანუ ვინც იყო ბირთვი, ისე ვის არის ბირთვი და ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, იმ მოთამაშეებს და ძალიან მიყვარს ყველა. და უთხარი იმათ, რომ ჩემი მიზანია რომ თქვენთან ერთად რამე მოვიგოთ და ბედნიერი წავიდე აქედან თქო. წარმატებებს გისურვებთ ლიონთან ერთად. აუცილებლად ამ სეზონში გჯერა რომ ყველა ვარიანტში
ისე წახვალ როგორც გაქვს ჩაფიქრებული. როგორც გეკუთვნის და როგორც ლიონს ეკუთვნის, შენი თქმის არ იყოს, იმიტომ რომ კლუბი როდესაც ამდენ რაღაცას მოგცემს, მართლა მით უმეტესთან როცა პირველად გადიხარ ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ესეთი მზრუნველობა ხდება და რეალურად ოჯახში გაგზრომინებს თავს, ნამდვილად შენ გულში იჯდება ყოველთვის. დათუნა, ლაროშელში 4 წლიანი კონტრაქტი, ხო? ნუ ჯერ მოვლენებს წინ ვერ გავასწრებთ, თუმცა ვიცით რომ სუპერ რაგბიშიც თამაშის დიდი სურვილი გაქვს. კი, ბავშვობიდან ძირითადად რა თამაშებსაც უყურებდი, იყო სუპერ რაგბის თამაშები, ნაკრების თამაშები. სუპერ რაგბის თამაშები ტოპ 14-ს სიმართლეს ვიტყვი რომ არ უყურებდი არც პრემიერშიპს. სად უყურებდი სუპერ რაგბს? სუპერ რაგბს რაღაც საიტი იყო, ვირუსებით, როხსმი და 1000 გვერდი რო გადადის მე და რო თიშავ ესენები. ერთი თამაში კომპიუტერის ერთი ვირუსი გიჟდებოდა, ხო? კი, მე Windows-ს გადაყენება რა თქმა უნდა. და მანდ უყურებდი სუპერ რაგბის თამაშებს, ძალიან მიყვარდა სუპერ რაგბი. ეხაც მიყვარს, თუ შესაძლებლობა მომეცემა, დიდი სიამოვნებით წავიდოდი. მაგრამ არ ვიცი რა, ეხა საფრანგეთის ჩემპიონატიც რო ავიღო, ყველაფერი ერთადაა. სუპერ რაგბი, პრემიერშიპი, რავი, აი სუპერ რაგბი იმიტომ მიყვარს, რომ ხაზით თამაში არის, ანუ ძალიან ხელით თამაში არის. ვერ არიან ცოტა და ისეთ ლელოებს დებენ, რომ აი არ ჯდება რა ნორმალური ადამიანის იმაში. პრემიერშიპი უფრო ძალისმიერი თამაში არის და ერთმანეთს თავი-თავში ურტყავენ და ანუ ყველაფრის გაერთიანება არის ტოპ 14 და ეს ჩემმა გუნდელმაც, ყოფილმა გუნდელმაც დააფიქსირა, რომ სუპერ რაგბში თამაშობდა, Crusaders-ის წევრი იყო დაახლოებით 6 თუ 7 წელი. Crusaders-თან ერთად ძალიან ბევრჯერ აქვს სუპერ რაგბი მოგებული და საფრანგეთში ლიონში იყო, ეხა ნიცაში არის პროდეურში და ლიონში რო იყო, აი მე და ბექას კითხვა იყო ესეთი, რომ აი რომელი გირჩევნია. და იმან გითხრა, რომ ანუ ტოპ 14 არის ყველაფრის გაერთიანება რა, ყველაფრის თამაში და აი მაგიტო არ ვიცი სუპერ რაგბში წავიდოდი თუ არ წავიდოდი. და ფინანსური მხარე სუპერ რაგბში ვერ არის ისეთ დონეზე, როგორც საფრანგეთში. როგორც სხვა ქვეყნებში. და ალბათ რავი, ანუ ფინანსურად იაპონია პირველია, იაპონიაში წასვლაც ძერ არც ვფიქრობ, კაი ხანი არც ვფიქრებ. მე შეიძლება წავიდე, რომ ცოტა გადავიკუჭო ფულები. აჰა. ნახოთ. ცოტა გადაიკუჭო. ცოტა. აჰა. ოკეი. ვიცით რომ რაგბიშვილს თამაშობდი. ეხლა რო იყოს რაგბიშვილის ჩემპიონთა ლიგა და შენ გეძლეოდეს გუნდის ფორმულირების საშუალება. შენ ხარ ვის წაიყვანდი? ტაბუცაძეს, უეჭველი, აფრასიძეს თავის მოძრაობებით, მატკავას თავის მოძრაობებით, საღრინაძეს შერკინებაში რომ დავაყრენო, კვესელაძეს ეგეც რომ შერკინებაში მივაგდო. კიდე ვინა ტაბუცა ვთქვი? 6-ნი ხართ. 6-ნი ვართ. ერთი წავიყვანდი შერკინებაში ჭირდება ლუკა ჯაფარიძე და ცრეად წავიყვანდი ირაკლი აბციაურს. წავიყვანდი ირაკლი აბციაურს. სტრატეგია მაგრა გამოსდის, იმიტომ რომ FIFA-ს რო თამაშობთ ხოლმე იმენა სტრატეგიულად. აჰა. ცვლილებები 1-2. ცვლილებები, მცრელი ირაკლი აბციაური, ცვლილებები. კოჭოს წავიყვანდი ჩვენ ძმა. კი, არა. თავის გამოცდილებით ყველაფრით რა, თავის აი მოედნის გარეთ როგორი ადამიანიცაა, სითბო, სიკეთე, აი მაგიტო წავიყვანდი. და ერთი იყოს ჯანდავას იყოს ივანიშვილი. აგრესიული მოთამაშე იყოს ჯანდავას. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ დღეს დაგვითმეთ რომ გისურვებთ პირველ რიგში ძალიან ბევრ წარმატებას ნაკრების ამბებზე ხარ ჩამოსული. ასევე გისურვებ რომ ლიონში ისე ჩაამთავრო ყველაფერი როგორც შენ ამ ეტაპზე ჩაამთავრო, თორე ესე იგი გამორიცხული მერე მოbrunება არ არის როგორც თქვით. ამ ეტაპზე ჩაამთავრო ყველაფერი როგორც გაქვს ჩაფიქრებული, როგორც შენ გეკუთვნის და როგორც მაგ კლუბს ეკუთვნის და ძალიან ბევრი დამატება ლაროშელში შემდეგი სეზონიდან და ვიცით რომ ეგ შენ როგორც თქვით შენ ცხოვრებაში ახალი ფურცელი არის და ძალიან საინტერესოდ გაიული მაგ პერიოდსაც. მოკლედ ძალიან ბევრი წარმატება და ძალიან დიდი მადლობა. პირიქით მადლობა თქვენ მოწვევისთვის, დაფასებისთვის.
ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ ყოფნა და მადლობა და თქვენ წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმეში. ძალიან დიდი მადლობა.